სანამ გაჩერებული ვარ, მიშველე. გამარჯობა, მოგესალმებით გორის მიმდებარე ტერიტორიიდან. გორი გამოვიარეთ უკვე, ახლა მივდივართ ტამის ტბაზე. რამდენიმე ხნის წინ ვიყავით, ცადეთ ისე რა, თამაშგარეთ, ასე ვთქვათ, ჩვენი მანქანებით არა და მაშინ ვერ ავედით ნამქერების გამო. ახლა ძალიან გვაინტერესებს პირველი რომ არ ვართ ნამყოფით, უღამი გვაქვს რომ ავიდეთ. ჩვენ მაქსიმუმს დავდებთ შევერკინებით და რა დაგხვდება არ ვიცით, ისე გვითხრეს რომ თოვლი არის. უფრო მომზადებულები ვართ, მაშინ ვიყავით უკვე ზამთარი გადასული იყო, გაზაფხული იყო და გაყინული ნამქერები იყო. ეხაც გაყინული თოვლია წესით, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო მარტივად ავალთ. მანქანებიც უკეთეს ფორმაში გყავს. იქ ორი სახლია, არის ალპური ტბა, საკმაოდ მაღალზეა. ძალიან ლამაზი ვიდეო გამოვა წესით, ძალიან ლამაზი ადგილია. ტყეცარი, გაშლილი ტერიტორიები არის. -8 გრადუს აჩვენებდა გორში, ამიტომ საკმაოდ ისეთი მკაცრია მინდიარი. უკვე ახლა თავიდან ესე დავიწყეთ რა, მე ენთუზიასტები ვიყავით მე და ივა და მარტო დავდიოდით და ახლა ნელ-ნელა გამოჩნდნენ სურველები. ხო ჩვენ ვიყავით სტუმრად საქართველოს ოფროად ასოციაციასთან ერთად ვიყავით. ეხლა ჩვენც ასე ვთქვათ, გამოგვიჩნდება სურველები, ჩვენც გვეყოლება ხოლმე სტუმრები. საბსკრაიბერებსაც როგორც დაგვირდით, მაგასაც დავგეგმავთ უბრალოდ კარგად რომ წავიყვანოთ ხოლმე და ნელ-ნელა სიახლეებს შემოგთავაზებთ. ჩვენი პარტნიორი ამბოლი, სადაც ჩვენი მანქანები გადის მთლიან სერვისს. ზეთები, აკუმულატორები, ხუნდები, საბურავები და ასე შემდეგ. ხუთებია გარშემო. საბურავებს დაშვებულია, ხუთებზე ჩავიყვანეთ. ნახოთ რა სიზრს. ქალაქიდან ვიარეთ ალბათ 5-7 კილომეტრი ჯამში ჯერ. ძირთადად ჩვეულებრივ გზაზე ეხლა დავიწყეთ სიმაღლეზე ასვლა და თავიდანვე კარგი თოვლი. ანუ ეს ადგილი წინაზე მთლიანად მშრალი გზა იყო. გუშინ ყინვა იყო სერიოზული. აი აღმართები რომ დაიწყება უნდა. A point of no return, a time for endless sorrow when the sun's no longer burn. I should spill the heavens like unbidden rain. Cities turn to rubble, and the bombs with our running games. You're a bowman to that moment.
restless feet. We're way past dreadful omens. I'll keep my heart still beat. And you fall into madness if you try to wrap your head around the fact that we're still standing under the rising sun and red. Pile up the dead, a scorching flash of light hit us without warning. A bright storm in the night. Whoa, pile up the dead. We got no place to run. We'll miss by no one under a hungry sun. გორს გამოვცდით, ეხლა ამოვედით თრიალეთის ქედზე და წინაზე რო ვიყავით, ეხლა მაგ ადგილებში არ იყო თოვლი, მაგრამ ეხლა შედარებით მეტი თოვლი არის. ვართ თრიალეთის ქედზე, როგორც გითხარით და ეს არის ესეთი ადგილი არის, გადასახედივით არის, იქით გამოქვაბულებია, კლდეარი რაღაცები არის, მოკლედ ლამაზი ადგილი არის აქაც. აქედან ეხლა ცოტა შევისვენეთ და გავუყვებით ავადგებით გზას. თოვლი მოკლედ სადაც მზე ვერ უდგება, კარგად არის. სიმაღლეზე ვიწყებთ ასფალტს და უფრო და უფრო მოიმატებს, რა თქმა უნდა. ძალიან ლამაზი ადგილები არის და ვერცდებით რომ ყველაფერი მაქსიმალურად გადავიღოთ. მანქანები ჯერჯერობით პრობლემად დადის, ჯერ არც არაფერი არ არის ისეთი რომ ველოდეთ რომ გაგვიჭირდება. ნელ-ნელა შევალთ უკვე საინტერესო ადგილებში. გაშვე, მოდიხარ თუ ჩამოვიდე. მოვდივარ.
ესე იგი შენ რომ მოდიხარ ამ გასიპულზე ბუქსაობს რა. ხო და მთად თოვლზე ან თუ თოვლზე თუ გადახვალ შუაშიც თოვლია გვერდებშიც. აქათიქით ძალიან იმასქენი საჭირა, გადაიყვანე, გადმოიყვანე. ანუ გასიპულზე არია რომ შუაში თოვლზე გადაიყვანე, რული აიღე მარცხნივ მარჯვნივ და ზვიად სანამ გაჩერებული ვარ მიშველე რა ანლებიოდკა ჩამიბიან რა აქ იმენა ვერ ამოვედი რატომაც ანთო აკუმულატორმა მეც იგივე მიყენია რაც ივას ეხა ჩემი მუშაობს იდეალურად სავარაუდოდ ფიქრობთ რომ დინამოს ბრალია ეხა ჩემ მანქანას ჩამოვიყვან და იმით ავწევ იმიტომ რომ ამას აზრი არ აქვს მაგის ჯალამბარი გამოწიე და მოვაფათე ბლოკირება გათიშული მქონდა ერთი ამოსვლა ვცადე მაშინ არა უნთია ეხლა თუ ბოლოს რო ამოვედი მაშინ არ მქონია ტრექშენი მქონდა ჩართული არის ვარიანტი რომ დინამო დასველებული იყო მაგრამ დინამო კი არა რემენი მაგრამ თუ რემენი დასველდა მაგრამ ამ რემენს ეხლა რამე ეტყობა სველის ხო და რავი ამ რემენამდე თუ წვალი მოვიდა ეს წვალი ვცდით ერთ წასაც ვცდით რა აბა დავქოქოშ თუ დავქოქე ეგრევე ერთ წაზე ეხლა თუ ეს არტენის ეს გაგვაჩერებს აი 100 მეტრში ესო დავაგოროთ ვეღარ მოვძებნით ამ მანქანას ამის ტბას ამ შელოცილ მეორე მოდივართ და ვერავედით აი ამ დინამოს რო გავაკეთებ იმ დღესვე მოდივარ თვალით არ მაქვს ნანახი ეს თუ კაი რა მაგრა გატეხა რა ვიცი დაშახეთ ამის ტბა ვერ ვნახე თუ ფუჭდებოდა ბიჭო ნაგრუსკის გარეშე აქამდე გაფუჭებული იყო და რაღა აქ ტყეში დაგველოდა იმენა ეგეთი რაღაცა შეიძლება რომ მოვდივართ შოულებრივი გზა გამოვიარეთ ერთი აღმართი იყო სადაც ვიბუქსავე მაგრამ არაფერი არც ჯალამბარი გამომიყენებია არაფერი ისიც რაღაც ამ მანქანას ბუქსაობა და ჯალამბარი და აქაც მათ შორის და მოკლედ სხვაგანაც არანაირი პრობლემა დატვირთვის გამო აკუმულატორს არ შექმნია აქ ეხა საქმე იმაშია რომ დინამო გაფუჭდა აი ესე უბრალოდ კიდევ ვიმეორებ იმ აღმართზე არც ბლოკირება არ ანუ კომპრესორის და ეს ყოფილიყო ზემოქმედება არაფერი მსგავსი თუ ეგრე ფუჭდებოდა აქამდე გაფუჭებული იყო და ოფროუდ ეგეთ რაღაცები ხდება და მე არა მაგრამ სხვა მანქანებზე ხშირად მინახავს რომ დინამო გაფუჭებული ხო და ჩავალთ როგორმე გორამდე თუ ჩავედით გორამდე ყველას გაი ვარიანტია თუ გორამდე ვერ ჩავედით და მე ჩავალთ და მანქანა მალე გაითიშება აი მე მოვიწევს ზრიადის მანქანით ახალი აკუმულატორის მოტანა და ვალები და რაღაც შედედას მოგესალმებით. ეხა არის ჩვენი მესამე გამოსვლა ამის ტბაზე მივდივართ კიდე. კადრებში ნახავდით, რომ ვერავედით. პირველად კამერების გარეშე ისე გამოვისერნეთ, ასე ვთქვათ. მაშინ არც არსებობდა არქივი მგონი არის. ისე ვიყავით და ვერავედით რაღაც მიზეზების გამო. ეხა კიდე ვერავედით მეორედ და მესამედ მივდივართ უკვე ჩვენი ყოფნა არ ყოფნის საკითხი წდება. ეხა არა. ეხა უნდა ავიდეთ რა. ამის ტბა რა მაქვს ნანახი და მინდა რომ ვნახო და პირველ შემთხვევაში ის იყო რომ იმხელა ნამქერი იყო ჯალამბარი გაგვიწყდა და ჯალამბარის გარეშე ფიზიკურად ვეღარ შევძელით. წინაზე დინამო გაგვიფუჭდა. კი მივდიოდით და არაფერი ხელს არ გვიშლიდა, მაგრამ ჯერ თულ გზამდეც არ ვიყავით მესულები. ჩემ მანქანაზე გამიფუჭდა დინამო. მოკლედ მე მიზეზებს რო ვეძებდი, მიზეზებს რა დინამო ფუჭდება. გაფუჭებულ დინამოზე დურასელის აკუმულატორმა ტამის ტბიდან არა, ტყიდან სადაც გაგვიფუჭდა და ახლობით ალბათ დარჩენილი 13 კილომეტრი ვიყავით რა და. ხო, ჩამოგვიყვანა გორამდე და მე გორში უკვე ჩაქრა, ვისაც დინამო გაგფუჭებიათ, არ ვიცი, ოფროუდში მე პირველად ვნახე, რომ ამ ხელა მანძილი მხოლოდ აკუმულატორის ენერგიით გაიარა. თან ერთი ორჯერ პროსტაზე გადაქოქე. ხო. და მოკლედ
გავაკეთე, ყველაფერი მწყობში გვაქვს, ეხლა მეგეთი გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, გაყინულია ძალიან გზა, მაგრამ სადამდეც ნამყოფები ვართ, კი ვიცით რა გზაა და იმის იქით ეხლა ვერ მივედით და არ ვიცით რა ხდება და წინასწარაც ვერ გეუბნებით. ხო, ანუ ეხლა ვართ სოფელი 40 არის. სხვა გზით წამოვედით, გითხრეს რომ ძალიან ლამაზი გზა არის და ჯერჯერობით მართლა ძალიან კაი გზა არის, რაც მოვდივართ. სოფელი 40-ში გავჩერდით, საბურები დაუშვით, თოვლი არის, ყინავს და აქედან უკვე ჩვენც პირველად ვართ, თქვენთან ერთად ვნახავთ რა სირთულეები გველდება წინ. აღმართია ჯერ შენადი მე დავირეკები. მოკლედ ეს არის ბიდლოქის ამბავი რა. დისკები მაქვს ბიდლოქის, მომცა საშუალება რომ დამეშვა, ეხლა მაქვს დაშვებული 0.3-ზე, ძალიან დაბალზე მაქვს, პირველად მაქვს ამ ხელაზე დაშვებული. საბურავი არის მაქსიმალურ მოჭიდებაში და მეტი მოდება აქვს ზედაპირზე და პროტექტორიც მაქვს და ახლა დავდივარ თოლში, ბევრად უკეთეს. იმას შემთხვევაში ბიდლოქი არ არის, ვერ დაუშვა 1-დან 0-ზე აქ ივოს დაშვებული და საბურავიც ისეთი უხეში არ არის, როგორც ჩემი. ბიჭო აქ მაცურებს რა. ამოიმანე. ხო და ეს არის რა ვიცოდი მე ამაზე რაერთაც ვივლიდი და ზუსტად ეგრე დავდივარ, იმიტომ რომ პირველად არ ვარ ასეთ გზაზე ხა ამ ზამთარს ამ საბურავით თან.
ჯალამბარი ჩავაბით. კალაპოდიდან იყო წეღან გადავარდნილი და ბუქსირით გადმოვაგდე და ეხა ჯალამბარით ამოვიყვანთ რა. ივას ტანჯვა იყოს ფონზე? ჩანს ივა? რახან გზიდან არის გადავარდნილი მარჯვენა მხარეს ახლა წინიდან მე კი მოვათრევდი, მაგრამ მოხვედა თოვლი და გაჭირდა და ეხა მარჯვენა მხარეს ხეს მოვაბით, რომ მარჯვნივ წაიღოს მანქანა, რომ ჩაჯდეს გზაზე დადგეს თორე. ესე გზის იქით ხო? ჯალამბარიც ვერ გამოვიყენეთ, იმიტომ რომ ღერძი ასტრიალებს ჯალამბარის მაგაზე მომული რაც არის ეს თოკი კევლარი თვითონ. ეგ მოწყდა და ღერძი ტრიალებს თოკი გაჩერებულია. მოკლედ ეგეთი ამბავია და ეხა ვეცდები რომ ბუქსირით გავათრიო, გავარტყმევინო და ეგრე გავიყვანო. მოვის პრინციპი არის ესეთი, რომ აქაც-იქით უნდა ვატაროთ თოკი, რადგან განაწილდეს შიგნით ხვევა. თორე ერთ ადგილას თუ დაგროვდა, მაგდენი ადგილი აღარ ექნება და გაიჭედება. Короче, დითოლში ვიყავით ჩამხტარი და ჯალამბარმა და ბუქსირმა არ უშველად. როგორც კი გადმოვედი იქედან კი ამოვედით ეგრევე. ეს მოყინული დაბალი თოვლი არის ყველაზე ძნელი სასიარულო, რა თან ბედლოქი დისკები არ მაქვს საბურავს კარგად ვერ უშვებ. და შესაბამისად მოჭიდება არ მაქვს ისეთი როგორიც უნდა გქონდეს რა. Короче, турами დაგიძახე. თოლში რატო მაგდებს ხო გამიტრაკას. ჩადი უკან თავიდან დაიწყე. მაგარი ვარიანტია. შენ იარე აღმართები რომ მორჩება გაჩერდი იქ წესით და რიგით სულ რაზგონი თვილი აღარ უნდა გავჩერდი.
Послушай. გზად შევჩერდით, ეხა ამ გზით, როდესაც მოვდივართ ტამის ტბაზე, არის ეკლესია, არის გზიდან ცოტა მოშორებით. გადმოვედით, ძალიან ლამაზი ადგილი არის მომეწონა, იმიტომ რომ გარშემო არის რო ვიყურები ეხა. სუნთები არის გარშემო, არის სუნთები რო იყურები. თვითონ ესეც ცოტა შემაღლებული ადგილია და ხედები კარგია. ეხა გაჩვენებთ ეკლესიას შიგნიდან. ეს არის მოკლედ ნანგრევებია, ეკლესიის ეხა არ ფუნქციონირებს. აქედან შევდივართ. რესტავრაცია არ მოხდა, ალბათ არ ვიცი ადგილმდებარეობის გამო თუ რის გამო, აქ მოსვლაც ცოტა რთული არის ხალხი ეხა რომ ზაფხულში კი მოხვალ აქ ჩვეულებრივად. ზამთარში არის პრობლემა. სანთლები არის აქ, ჩვენც დავანთებთ, ხატებიც არის. როგორც ჩანს, ვიღაცა მაინც დადის. სახურავიც არ აქვს, ესე დაათოვა ხატებს. როგორც იცით, ჩვენ საიტიც გვაქვს mandraginda.g, დასრულებული არ არის, ბეტა ვერსია არის. სამუშაოები მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, ინფორმაციის დონეზე და ეს რაღაცები. მანდ უნდა გაკეთდეს რეგისტრაცია, სადაც ჩვენი გამომწერები შეძლებენ დარეგისტრირებას, მანქანის დამატებას და ჩვენთან ერთად წამოსვლას. და კიდევ ერთი, აი ზუსტად აქ მომივიდა ეხ თავში აზრად და ამასაც ვეცდები რომ დავენერგო მაქსიმალურად. გავაკეთებთ ხოლმე 360 გრადუსის პანორამას. ესეთია კაი ადგილები, დანიშნულების ადგილას სადაც მივალთ. ესეთ კაი ადგილებს რო გადავაწყდებით, ხედები, ლამაზი ადგილები იქნება. გადავიღებთ ხოლმე 360 საიტზე დავამატებთ, აღნიშნული იქნება ლოკაცია, სათაური ექნება რა ადგილია და საიტიდან შეძლებთ ამა თუ ლამაზი ადგილის 360-ში მოკლედ დათვალიერებას, ესე მარტივად რომ მაქსიმალურად აღიქვათ ეს სილამაზე, რაც აქ ხდება. ეხა ვართ მღებრიანში, ესეთი ადგილი არის სოფელი. უნდა გადავუხვიოთ ტამის სათიბებისკენ, ესე ქვია იმ ადგილს, საითაც უხვევთ. აქეთ მიდის გზა, ეს უკვე არის უკვალავი, თოვლიდევს, ან მანქანას აქ არ გაუულია და მოგვიწევს ჩვენ თვითონ გავუკვალოთ. იხედავთ რამხელა თოვლიც არის. თოვლი არის დიდი და თან აღმართიც არის. ესავს თუ ვერ მივედით იქამდე და მე მგონი აღარ წამოვალთ აქ. ან ზაფხულში ამოვიდეთ პროსტა რა პრიუსი. არა, დავგუგლოთ ტამის ტბა და ვსდით რა მოკლედ რა. მაქსიმუმს დავდეთ. ზაფხულში ამოვალთ სედანი, ხთ ვერ ავედით ზაფხულში ამოვალთ სედანი.
როგორც გითხარით, შევუდექით გაუკვალავ გზას, გვიწევს გაკვალვა, ზოგი საბურავით, ზოგი ნიჩბით. ეხა აქ შედარებით კარგად იარა დათოვლილზე, მაგრამ აქ არის ნამქერი, ქარმა გადმოყარა თოვლი. ერთ ადგილას დააგროვა ბევრი თოვლი და საბურავით ამ პროტექტორიანი რო არის თხრის თოვლს და ჩადის ნელ-ნელა და დაჯდა თოვლზე. ეხა ივას გაჭედილია მეც, ივასთან ჯალამბარი გაბუჭებული. მაგას გააკეთებს ეხა და წესით ერთმანეთს გავათრევ. იმედი მაქვს რომ ეხა მთლად ესე ნიჩბით არ მომიწევს კილომეტრაჟის გავლა. ხრმა თოვლია, მაგრამ ჯერ მივდივართ. რაც მოსალოდნელია იქ ხდება, არაფერი განსაკუთრებული. რაღაც მონაკვეთი ამოვიარეთ ეხა. მე ეხა დავდივარ საბურავის პროტექტორის და ბიდლოქის ხარჯზე. დაშვებული არის საბურავი და გაკვალვის პროცედურა ეს არის. მე ეხა პრინციპში 1-2 მეტრს თუ არ ჩავთვლით სხვას. პირველად მიწევს ესე გაკვალვა ამ ხელა გზის და საკმაოდ ისეთი ექსტრემიც არის ნაწილობრივ სასიამოვნო მომენტი არის, როცა ამდენი შეუძლია მანქანას და ესე დადიხარ. რა თქმა უნდა არსებობს ეხა უფრო მძიმე უფროც მანქანები უფრო მარტივად ივლიდნენ. რაც გვაქვს ამის კვალდობაზე 35-მეტიანი საბურავი ცოტა დაცვეთილიც აქვს პროტექტორები. ესე დავდივართ. კიდევ რაც მინდა დავამატო, ეხა 2-0 არის ფრანგლერი. პირველად არის ესეთ სიტუაციაში ეს მანქანა და საკმაოდ კარგად უმკლავდება ეს ძრავი. არც რამე გადახურებულა, არც უჭირს, საკმაოდ მიდის და მიაქ რა. ძალიან კაია. ჯალამბარის დაგვჭირდა საქმეში. ნამქერი არის ამ ადგილას ძალიან ისეთი ხრმათოლი არის და შეჯდა მანქანა. ჰაერში აქვს 4-ვე საბურავი. ეხა ამ მონაკვეთს გადავივლით, მე არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ძალიან ცოტა მანძილი დარჩა ტბამდე და რაღაცნაირად უნდა მივიდეთ.
დაახლოებით არის 1.5 მეტრი სიმაღლის ნამქერი, სულ ცოტა. და ეს მონაკვეთი რაც არის, აქედან უკვე დაღმართია და ამ დაღმართის მერე რჩება 200 მეტრიანი მონაკვეთი, სადაც მივალთ ტბამდე. ეხლა ვართ დაახლოებით მოკლედ რო გითხრათ 600-700 მეტრში ტბის ტბიდან. იმხელა თოვლი არის ახლა ნამქერი ჩვენ წინ, რომ ამის გაჭერა ჩვენ შეგვიძლია ეგეთები გავჭერით ზუსტად, რას გამოვიარეთ, უბრალოდ ბენზინი გვაქვს ძალიან ცოტა. გამოვიყენეთ სათადარიგო აუზიც, მაგრამ უკანასკნელ დავბრუნდეთ. თან ტელეფონი არ იჭერს, რო ვინოს თხოვოთ რომ მოგვიტანოს ბენზინი, ეგეც არ გამოვა. მოკლედ არ გამოდის ფიზიკურად. მივალთ ტბამდე, მივახწევთ. დარწმუნებულები ვართ ამაში, იმიტომ რომ ხეც არის, ჯალამბარსაც გამოვიყენეთ, ანუ დაახლოებით იგივე გზაც გამოვიარეთ მოკლედ. მაგრამ ბენზინი არ გვიყოფა რომ უკან დავბრუნდეთ. ამიტომ კიდე ერთხელაც წავალთ ალბათ იანვარში, უკვე წავიღოთ ბევრ ბენზინს, კარავსაც წამოვიღებთ, რამე ვერ მოვასწროთ დაბრუნება და უფრო მომზადებულები წავალთ. ამ ადგილს გადავივლით ეგრეთ წოდებულ სათიბებს, სადაც ძალიან დიდი ნამქერია. კვალიდან გადავარდი და მომჩნდი ისევ ამ გასაჭირში. რაც იყო წინა პრობლემა აკუმულატორი და დინამო. აკუმულატორი პრობლემა არ ყოფილა, პირიქით აკუმულატორმა გადამარჩინა და ჩამიყვანა გორამდე, ქალაქამდე. ეხლა ყველაფერი კარგად მუშაობს. ეს აკუმულატორი დურასელი, ვინც არ იცით, იყიდება ამბოლში. ამბოლი არის მის ოფიციალური შემომტანი და ჩვენი პარტნიორი არის ამბოლი. ამას იმიტომ არ ვიძახი, რომ ჩვენი პარტნიორია ამბოლი. ეს აკუმულატორი მართლა კარგად მუშაობს. მოკლედ ეხლა ვერავიდით გამომდინარე იქიდან რომ ასვლა შეგვეძლო უბრალოდ იმდენად ცოტა საწოვი ქონდა რომ უკანა გზაზე ფიზიკურად ვეღარ წამოვიდოდით რა. იანვარში წამოვალთ კიდე უფრო მომზადებულები მეტი საწოვით და ალბათ ღამეთაც დავრჩებით. აბა შემდეგ ტამის ტბამდე.